მოკლედ დღეს მინდა ისე ოპოზიციაზე ვილაპარაკო რა. დიდი ხანი აღარ მილაპარაკია. ხო და ესე იგი წარმოიდგინეთ, არის თუ რამდენიმე მსხვილი პარტია. ვერანაირად ვერ ახერხებენ რომ გაერთიანდნენ. ვერანაირად ვერ ახერხებენ რომ კონდეთ რაღაც საკოორდინაციო ცენტრი. არა მარტო ოპოზიცია, ეს სამოქალაქო ჯგუფები და ეს საზოგადოების წარმომადგენლებიც ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ერთმანეთს უყურებენ როგორც მოსისხლე მტრები ისე და ყველა მათგანს ესე იგი წარმოიდგინეთ საკმარისია რომ ორჯერ რომელიღაც ტელეკომპანიის ეთერში გამოვიდნენ რაღაცა 2000 ფოლოვერი ყავდეთ TikTok-ზე თუ რაღაც Instagram-ზე და თავი გონიათ სამყაროს ღერძი. ესე წარმოუდგენიათ რომ მათ გარშემო ბრუნავს ეს სამყარო რა. ესეთი წარმოდგენები აქვს რეალურად. მე ხო ვიცნობ ამ ადამიანებს არა. ხო და ეს არაფერი არ გამოვა. მშვიდობიანი ბრძოლა, ხო, მშვიდობიანი ბრძოლა არ არის მარტო რუსთაველის გადაკეტვა, არა. აქვს მშვიდობიან ბრძოლას აქვს უამრავი მეთოდი და უამრავი ხერხი. მათ შორის ბოიკოტი, მათ შორის გაფიცვა. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ხოცების მხარდამჭერი რამდენი ბიზნესმენია, ხო? რო ცენტრი რო არსებობდეს, სადაც იქნება თუნდაც 50 ადამიანი. არ არის საჭირო, მე ხო უამრავი ადამიანი გამოდის ხოლმე რუსთაველზე რა. ამდენიც არ არის საჭირო. 50 ადამიანი რო გაერთიანდეს, რომელსაც ეყოლება, აი მე რას ვამბობ, აი 10000 ფოლოვერი რო ყავს სადღაც TikTok-ზე ან Instagram-ზე ან სადმე და დააორგანიზონ ამ ადამიანებმა ბოიკოტი. ნებისმიერი ამ ხოცების მხარდამჭერი ბიზნესის. ამას ექნება იცით რამხელა ეფექტი? ამას ექნება წარმოუდგენელი ეფექტი რა. ხო და ანალოგიურია გაფიცვა, ანალოგიურია რაღაც უამრავი რაღაცის მოფიქრება შეიძლება რა. და მშვიდობიანი ბრძოლის სახელმძღვანელოები არსებობს რა. სადაც ეს ყველაფერი წერია. ხო და ამას სჭირდება გაერთიანება, ამას სჭირდება კოორდინაცია, ამას სჭირდება საერთო ცენტრი, ამას სჭირდება ლიდერი. აი ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი აიღეთ, ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი ჩამოწერეთ და აი ნებისმიერი გეტყვით, რომ აი პროტესტის ეფექტურობას აუცილებლად სჭირდება ლიდერი. და ამათ რო კითხო ამ ადამიანებს, ხო? ამ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებს, ლიდერი არ არის საჭირო და რაღაცა პროტესტი უნდა იყოს ეს თავისთავადი პროტესტი არ გამიგია მე ეს რა არის რა ახალი მოდაა თუ რა არის ვერ გავიგე. ასე საუბრობენ ხოლმე ძალიან დაბალი კულტურის მქონე საზოგადოებებში, რომ აი ძალიან დაბალი უკიდურესად დაბალი პოლიტიკური კულტურა სადაც არის. მე ხო არ გეუბნებით რომ ვიღაცამ